საქმე ბევრად უფრო უარესადაა. ჩვენს წინაშეა შესაძლო დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ. ჩვენ თუ შევხედავთ, შევისწავლით იმ მეთოდებს, რა მეთოდებითაც გაუსწორდნენ ხალხს ბოლო 4 ღამის განმავლობაში. გაგვისწორდნენ. ეს მეთოდები ახსნილია და მიღებულია საერთაშორისო სამართალში, როგორც ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული. ეს არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული და ექვემდებარება საერთაშორისო ტრიბუნალს. მოგესალმებით, ახლა ჰააგიდან, სადაც ჩამოვედი იმისთვის, რომ ინფორმაცია საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე ჩამომეტანა ჰააგის ტრიბუნალში. იმიტომ რომ საერთაშორისო სამართალში ის ზომები, რაც იყო გამოყენებული, ეს არის ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული. ჩემი ვიზიტი დაიწყო სწორედ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალში შეხვედრით. წინასწარი მოკვლევის განყოფილება არის იქ, სადაც გროვდება წინასწარ ხოლმე ინფორმაცია ამა თუ იმ ტიპის დანაშაულებზე. ქართულმა ოცნებამ გადაკვეთა ისტორიული ზღვარი. ისეთი ძალა გამოიყენა და ისეთი ძალადობა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომ ეს მარტო საქართველოს კანონმდებლობას კი არ ექვემდებარება. მათ ჩაიდინეს საერთაშორისო დანაშაულები. შვეთის ეზოში მე დღეს ბევრს უნდა რომ ეს დაგვავიწყდეს. არ არსებობს ეგ დაგვავიწყდეს. ქაშვეთის ეზოში გამომწყდეული 200 ახალგაზრდა, რომელიც ალყაში ყავს, რატომ ამბობს სიტყვას ალყას? იმიტომ რომ აგერ ასაც რო ასამართლებენ სირიისას ძალიან ბევრი დანაშაულისთვის ასამართლებ, მაგრამ მათ შორის იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა ყავდა მოყოლილი ალყაში, ეს არის წამების ფორმა, ეს არის ადამიანის ტრამვირების ფორმა.